მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. იმედია გესმით ჩემი კარგად. იმედია კარგად ხართ. და პირველ რიგში მადლობას გიხდით ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, გამოწერისთვის. თქვენთვისაც კარგია, რა თქმა უნდა, ენერგოგაცვლა და ჩემთვისაც. YouTube-ის ალგორითმია, რამდენი უყურებს, როგორ უყურებს, არ ვიცი, უბრალოდ თქვენ ლაიქებზე და კომენტარებზე მემატება, ასე ვთქვათ, რიცხვი თორე. როგორ და რანაირად უყურებს, ვინ როგორ, ხა მაგას ვინ გაიგებს, არა? ამ ციფრულ ეპოქაში, ხო და? როგორც ყოველთვის ჩვენ რუბრიკას ვაგრძელებთ, გაშლებია პირადზე. და ნახოთ ჯერ დღის ენერგიები, აბა. ამის ნოემბერის დაგვიდგა. ასე ვთქვით, ნახოთ, აბა. რა ენერგიები დღეს. როცა არ უნდა შემოხვიდეთ და როცა არ უნდა უყურებდეთ ამ ვიდეოს, თუ დაგაინტერესებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენთვისაა მესიჯი სამყაროდან. ანუ მინიშნება ამ სახით, იმ სახით ასე მოდის და ასე გვესაუბრება სამყარო, იმიტომ რომ არ არსებობს დამთხევა, შემთხვევითობა და ასე შემდეგ. გამორიცხეთ და მოკლედ რა ენერგიებია აბა დღეს. რა დროც არ უნდა იყოს გასული, იცოდეთ, რომ აქტუალურია. რაღაცას წვიტავთ, რაღაცას ხლაფორთობთ, მაგრამ ბოლოს გამარჯვება გაქვთ. ანუ ნახეთ, აქ სიტუაცია ესეთია. ენერგიები რაც მოდის, იმას გეუბნებით. ჭირდებათ ადამიანი, ვისთანაც მიხვალთ რაღაც რჩევის საკითხველად. ან და აპირებთ, რომ რჩევა იკითხოთ, იმიტომ რომ გყავთ გაურკვეველი სიტუაცია, გაქვთ უბრალოდ გაურკვეველი სიტუაცია მამაკაცთან. ან აპირებთ ეს ადამიანი ავტორიტეტია, მამაო, ან რამე სასულიერო პირი, არ ვიცი, ან უბრალოდ ასაკოვანია, ან იმის ნათესავია თქვენად. აი რაღაცა ამდაგვარი გინდათ, რომ იკითხოთ, გაიგოთ, გამოარკვიოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი გადაშვებულია რაღაც სიტუაციაში, აი დროს რო ატარებს ადამიანი, მატერიალურში როა მარტო რა დამეწებულ მდგომარეობაში ესე ვეძახი წელსქვევით მოაზროვნეებს, მხოლოდ კუჭის აზროვნების დონემდე რო ხარ დაცემული, რას ნიშნავს კუჭი, ხო? ანუ სიამოვნების მიღება რა. მხოლოდ სიამოვნების მიღება, სულიერება რო გაქვს დაკარგული. ყველანაირი სახის. და დროს ტარება, დროს გატარება, სიამოვნების მიღება. აი რაღაცა ესეთი ვარიანტია, ადამიანია, თქვენს ირგვლივ არ ვიცი ვინ არის, ენერგიები რაც მოდის და ინფორმაცია იმას გაწოდებთ და გინდათ რომ იკითხოთ რაღაცა დაეხმაროთ ამ ადამიანს. ბოლოს გამარჯვება მაინც გაქვთ, თითქოს იმ პირველ წყაროს მიხდით, ჩაწვდით იმ რაღაცას, რისი ბრალიც არის, როგორც არის, გამოარკვიეთ, ხო? ეს დამოკიდებულია თუ დროებით ესეთი ხა აღვირახსნილი არა, მაგრამ ესეთი ისაა გაღებული, ხო? ცხოვრების სტილი, ასე ვთქვათ, და გიწევთ ბრძოლა, ანუ შეიძლება კამათიც გქონდეთ, შეიძლება ჩხუბიც გქონდეთ, შეიძლება მტერიც გყავთ, ვინც ჩაითრია, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ამ რაღაც ესეთ სიტუაციაში და ცოტა გულდაწყვეტილი კარტი ამოვიდა მთლიანობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ გული გტკივათ, შეგტკივათ და გინდათ დაეხმაროთ და ამისთვის ემზადებით, რომ აი ვისთან მივიდე, ვის ვკითხო, სად გავიგო, რაღაცა ესეთი სიტყვები მოდის, ფრაზები. თუ რეზონირდა, ესე იგი თქვენზე ერთზე გავაკეთებ ახლა გაშლას, იმიტომ რომ რაღაც ისევ არ მეც დიდად ახლა 2-3 არ შემიძლია. იცით რომ დამღლელია ენერგია მიაქვს და თან კიდე არც მიწერთ კომენტარებს, არც მილაიქებთ წესიერად, ყურება ბევრი აქვს და ლაიქები ცოტა აქვს და ხა მეც დამინდეთ ხო თქვენთვის ვაკეთებ და გაინტერესებთ ძალიან კარგი, არ გაინტერესებთ და არიან უამრავები და გადადით ბატონოს ხვებთან.
და კიდე უარყოფით კომენტარებს რომ წერთ და რაღაცეებს რომ ვითომ მიმტკიცებთ რა, მოდით რა, ყველას თქვენი სიმართლით გაგიმარჯვოთ რა. პირველ რიგში მინდა გითხრათ ერთი რაღაც. ეხლა არავის არ დაუწყებ არაფრის მტკიცებას. არ მოგწონთ ჩემი აზრია თუ ჩემი წაკითხული ინფორმაცია. ვერ ღებულობთ, კი ბატონო, იქონიეთ პატივისცემა, იქონიეთ კულტურა და გადაბრძანდით სხვა არხებზე, სადაც სათქვენო ინფორმაციას აჟღერებენ უამრავი. და მე მაქვს მისია, რომ ვისაუბრო სიმართლე. ჩემთვის არ შეიძლება ტყუილის თქმა ჯერ ერთი. ხო, იმიტომ რომ ესეთი გავლენა აქვს ჩემ მფარველს, ვინც მე მიცავს და მეც უნდა შესაბამისად ჩემი მფარველის გავლენით ვიმოქმედო. პირველი არის ის მატყუარების აღმოჩენა და სიმართლის დადგენა და გაჟღერება. ეს არის პირველი, რაც დამახასიათებელია იმ პერიოდში, იმ დროში და ზუსტად იმ მონაცემებში, როცა მე მოვევლინე ამ ქვეყანას და გავლენაა ჩემი მფარველის. პირდაპირ მაკავშირებელი აი ეს, ასე ვთქვათ, აი ესეთი მისია რა, რაც დამეკისრა და ამიტომ ის რო ეხლა თქვენ მე იქ რაღაც მადანაშაულებთ რომ რაღაცა თქვენი მოსაზრება და აბა ის გინდა, აბა ეს გინდა, ბიჭო, არავინ არ მინდა. ჯერ ერთი მე სხვა სტრუქტურა ვარ. სულიერებაში ვარ ადამიანი და პოლიტიკა მე ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ რომ სიბინძურია, გინდა ერთი მხარე, გინდა მეორე მხარე. მე ვარ ადამიანების მხარეს, ხალხის მხარეს და იმისთვის, რომ ადამიანებს რაღაცნაირად შევეხიდო, დავეხმარო და მათი ეს სულიერი ტრავმები შევამსუბუქო, თუნდაც ინფორმაციის მიღებით და ვიღაც პოლიტიკოსებზე რომ წერთ, რომელ ჩემს ვიდეოში მყავს ნახსენები ან პუტინი, ან ტრამპი, ან ბაიდენი, ან რა ვიცი, ზელენსკი და ასე შემდეგ. კი, შეიძლება იმ მომენტებში, როცა შედიოდა კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენი ქვეყანა, გამოვდიოდი და ვამბობდი იმას, რაც მოდიოდა ენერგოსაინფორმაციო სივრციდან. ის, რომ საქართველო გადარჩება, საქართველო იარსებებს, საქართველო აყვავდება და სხვა სულიერი მისია აქვს საქართველოს. აგერ გამოდიან რუსი ბერები და არა მარტო რუსი და ამბობენ, რომ დღეს ივერის ღვთისმშობლის ხსენების დღეა, გილოცავთ, რომ ათონის მთაზეო არის ესეთი წინასწარმეტყველებაო, რომ აუცილებლადო კარიბჭის წოდებული, რომელიც იცავს ათონის თავს, ივერის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც არის ქართული, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ბერს სახელად გაბრიელს მისცა უფლება, რომ ამოეყვანა ზღვიდან და დაევანებინა ათონის მთაზე წმინდა ადგილას მთელი პარაკლისებით და ამბებით ხატი არ ეკარებოდა არავის. და ეს იმას ნიშნავს, რომ გამოარჩია ქართველი ბერი მაშინ, როცა დაკარგული იყო ეს ხატი და ეს სასწაულებრივად ზღვიდან მოადგა ათონის მთაზე. და დაუბარა, რომ მე შემოსასვლელში კარიბჭე, ის იმიტომ ქვია, რომ შემოსასვლელში იცავს ათონის მთას და როცა მოვა უკვე ბოლო ჟამი, იცოდეთ, რომ მე გავქრები, წავალ იქ, სადაც ჩემი ქვეყანაა, ამ შემთხვევაში საქართველო და თქვენ უნდა დატოვოთ ათონის მთა. ამის გამო დღე და ღამე ამოწმებენ კარიბჭის ივერიის ღვთისმშობელს, რომელთანაც არის ანთებული ჩაუმკრალი კანდელი და სულ ესე იგი იმის ქვეშაა და მამა გაბრიელიც ამბობდა, რომ როცა ეს მოხდება 180 გრადუსით შემოტრიალდება ქვეყნიერება, დაიწყება ზარების რეკვა და მთელი ამბავი ატყდება, იმიტომ რომ მოახლოებულია ეს პერიოდი, შემოკარგებოდა. ივერიის ღვთისმშობლის ხატი უნდა ჩამობრძანდეს
საქართველოში ზღვიდან უნდა გამოჩნდეს. ზუსტად სად გაურკვეველია აფხაზეთი გამოირიცხა აჭარის ტერიტორიაა, მაგრამ რომელი მხარეა ზუსტად არ ვიცით. ეხლა რატო გეუბნებით ამას? იმიტომ რომ ერთ-ერთმა წმინდა ბერმა გვითხრა, ოღონდ არ დაგვიკონკრეტა. ამიტომ ჩემო კარგებო, საქართველო არ ივერის ღვთისმშობლის წილხვედრი მფარველობის ქვეშ ზეციური საქართველოს წმინდანები იფარავენ და იცავენ. აქ არ შეიძლება სხვა გვარად, რომ ჩვენ სამყაროს ღვთის კანონები დავარღვიოთ, გადავშენდეთ, გავირყვნეთ. კი ბატონო, არის ის კატეგორია გადაშენებულის და არა ქართველების და არა ნამდვილების, ვითომ გვარი კი აქვთ ქართულები. არა აქვს მაგას მნიშვნელობა. დარჩებიან ღვთის რჩეული, ნამდვილი ქართველები და ღვთის შვილები და ნამდვილი ქრისტიანები. იმ უჯულოებს რა მოუვათ ღმერთმა იცის, კაც ღმერთის გადასაწყვეტია, მაგრამ საქართველო რო იქნება ბოლომდე, ძალიან გთხოვთ. აქ რევოლუციები, ომი, დაქცევა, გაქრობა არ იქნება სამართალი, ესეთი რაღაცები არ იქნება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. გადახედეთ ისტორიას. გადახედეთ ბოლო მოვლენებს. გადახედეთ წმინდა მამების წინასწარმეტყველებებს და გაიგებთ, რატომ იქნება ბოლო ჟამამდე საქართველო აღორძინებული, აყვავებული და ფეხზე მდგომი, იმიტომ რომ არ დაკარგავს ოჯახის ინსტიტუტი თავის სახეს. დედა იქნება დედა, მამა იქნება მამა და ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი იდენტობით, ჩვენი სულიერებით და ღვთის სიყვარულით, მოყვასის სიყვარულით გავიტანთ თავს. გესმით და ვინც ასეთი არ იქნება, თქვენ თავს დააბრალეთ, გადასვლის პერიოდია ძალიან მალე. ამიტომ ახალგაზრდებზეა უფრო აქ საუბარი, ბევრი რამე არ იციან, მესმის და გულის ტკივილით გეუბნებით. აქ არის გადასარჩენი სიტუაცია. გასაგებია, რომ ეხა იტყვით რა, აბა ის ანუ ყველაფერს ფულს და ფინანსებს უკავშირებთ. კი ბატონო, ჯერ გაქვთ კიდე დრო, ისწავლოთ, საზღვარგარეთ წახვიდეთ, იმუშაოთ, ფული დააგროთ, მაგრამ ძალიან მალე უნდა ჩამოხვიდეთ. იმიტომ რომ აქ აღარ იქნება უკვე ადგილი. ასე რომ გამიგრძელდა, მაგრამ მოდით რა უსურვოთ ერთმანეთს სიკეთე რა. სიკეთე უსურვოთ, რომ სიკეთე გადამდებია და გადაგვარჩენს ყველას და მით უმეტეს ქართველ ერს, რომელიც ძალიან ცოტა ვართ. კიდე ომი გვინდა და კიდე რაღაც არეულობა გვინდა, ისედაც ქვეყნიერებაზე რა ხდება, გაიხედეთ აბა. მოკლედ დავამთავრე ეს ჩემი, ასე ვთქვათ, მოკლე ქადაგება და გადავდივარ ეხლა თქვენზე. ჩემო კარგებო, ჩაიფიქრეთ ადამიანი, რომელიც გაინტერესებთ, რა მდგომარეობაშია ის, რას ფიქრობს, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს. თქვენთვის საინტერესო ადამიანი. ამ ახლო მომავალში რა მდგომარეობაშია ის, რას ფიქრობს, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს. მტრებს იგერიებს. გრძნობს რა, გრძნობით, ანუ ფიქრობს, რა თქვენზე ნამდვილად ფიქრობს, გრძნობით არის სავსე, უნდა მოსვლა, უნდა საუბარი, მტრები დავამარცხე, რას გრძნობს ამ შემთხვევაში, ხო? მტრები დავამარცხე, ანუ ხელშემშლელი სიტუაციები იგულისხმება იგივე მტრები, ხო? რაღაც სიტუაციები, რომლებიც უშლიდა ხელს დავამარცხე და გამარჯვებული ვარ, უკვე მზად ვარ. შენთან მინდა სტაბილური ურთიერთობა, შენთან მინდა ოჯახთან, ახლობლებთან, მეგობრებთან, არ ვიცი რა, კავშირი გაქვთ, მაგრამ უყვარხართ ამ ადამიანს და თუ არ მოდიოდა, იცოდეთ რომ მოვა და ბედის ბორბალი ამოვიდა, აქ უკვე თქვენზეა და ყველაფერი დამოკიდებული ციკლურობა, ბედის ბორბალი,
ის რომ აღმა დატრიალდა თქვენი და ამ ადამიანის ცხოვრება. რაც თავარია, პირველივე კარტი ამოვიდა სიყვარული, ანუ გრძნობა აქ. მაშინ როდის მოხდება ეს სიტუაცია? როდის მოვა, როდის დაგელაპარაკებათ, როდის იმოქმედებს? აი როდის? მალე მოვა? მალე გამოჩნდება ეს ადამიანი? კი ბატონო, აღდგენი ენერგია ამოვიდა. აქ სამი პერიოდი ამოდის, ჯერ მუშაობს, რაღაცებს აკეთებს, ანუ ფულს აგროვებს, როგორც ჩანს, ნახეთ, მუშაობს, რომ ფულის პრობლემა აქვს. თითქოს ნაკლები აქვს, თითქოს იმდენი არ აქვს, აი ეხლაც ჩართულია რაღაც ბიზნეს, რაღაც იმაშვება პარტნიორებთან, გამჭრიახი გონება ჭირდება თან, ამას ყველაფერს როგორ ვთქვა, ანუ რეალიზაციას უკეთებს ამ ყველაფერს, ხო? და შეიძლება ამის გამო არ ყოფნის ენერგია, არ ყოფნის ძალა, არ ყოფნის დრო და ამიტომ ვერ აქტიურობს, მაგრამ აუცილებლად იქნება აქტიურობა, აქ სიყვარულის კარტი ამოდის, დაელოდეთ რა, ფულის პრობლემა აქვს რაღაცა, ან თვითონ არის ისეთი ადამიანი, რომ უნდა რომ კარგად და ბევრი გქონდეს, მაგრამ ჯერ არ აქვს და რაღაც იდეები აქვს, რაღაც გეგმები აქვს. აღდგენის კარტი დაგეცათ, რაც თავარო ზემოდან გადაწყვეტილია თქვენი ამბავი. ხა ნახეთ როგორ არის აქაც თავისუფალ ნებაში არ ერევიან. ზემოდან კი გადაწყდა, მიიღეს ეს თქვენი ასე ვთქვათ, სიტუაცია, ხო? და გაკავშირეს ერთმანეთს. დანარჩენი ხა მოქმედებას, ხო, უკვე აკეთებთ თქვენ, ანუ თქვენ და ის ადამიანი. აქ უკვე არ ერევიან თავისუფალ ნებაში, აი ეს არის. და რას გირჩევენ კარტები? ნუ მოკლე გაშლა, მაგრამ გამგები გაიგებს, ინფორმაციაც ყველანაირად მოგაწოდეთ. რას ურჩევდით? უნდა დაანგრიო წარსული აი ის მომენტები, რაც არ ქონდა გარკვეული შენ ცხოვრებაში და ფიქრობდი, რომ აი რატომ ხდება ასე. ნახე, სიტყვა რატომ. იმიტომ რომ მტრები ამოდის აქ და ნერვიულობა და დარდი ამოდის. თქვენი ფიქრების ნეგატივი ფიქრები ამოდის, ეს უნდა დაანგრიოთ, ანუ გაუშვათ და ესეთ ამოდის, დაინგრევა ეს ყველაფერი, გაუშვებთ ამას ყველაფერს და აღმოჩნდებით, ანუ ოჯახი, ერთობა, ამ ადამიანთან შეერთება, ვინ არის არ ვიცი, თქვენ იცით, თქვენი გამჭრიახი გონებით, გასაგებია რა, ნახე, სამყარო გეუბნება, რომ ძალიან ბევრს ფიქრობ, ძალიან ბევრს ვჭობ, რატომ მოვიდა, რატომ მოხდა ეს, მე რატომ, ანუ ნახე, აი სულ ესეთი კითხვების წინაშე დგეხარ, სულ ესეთი კითხვები გიტრიალებს და მესმის, რომ ანალიტიკური აზროვნება გაქვს და გინდა გამოარკვიო, მაგრამ ზოგჯერ მიენდე უფალს, მიენდე სამყაროს. მიეცი უფლება შენს ფარველებს, რომ თვითონ იზრუნონ შენს ცხოვრებაზე, თქვი, რომ მე პასუხისმგებლობას გაძლევთ თქვენ, ამიერიდან ჩემ ცხოვრებაზე თქვენ იზრუნეთ, ჩემო მფარველებო, მიმახვედრეთ, მიმანიშნეთ, მიმიყვანეთ და გამაგებინეთ, რომ სწორი არჩევანი და სწორი გადაწყვეტილება მივიღო, იმიტომ რომ ეს მე გიქმნის პრობლემას, იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. ესე არის ადამიანი მოწყობილი. გონია, რომ თქვენ გონიათ, თქვენ მიაღწიეთ თქვენი ძალები, თან თქვენ გონიათ ის ნიჭები, რაც გაქვთ, ეს თქვენია. ანუ ამაში ყველაფერში არის ჩადებული ღვთის ხელი, როგორ ამდენი ნიჭებით მოევლინეთ, ხალხი ნატრობს ძალიან ბევრ რამეს, ხო? ღმერთმა დაგაჯილდოვათ, დაგაბერწყათ, მამა გაბრიელი რო იტყოდა, ზოგსო ისე დააბერწყებს, უფალიო, აი ყველაფრითო სილამაზით, ჯანმრთელობით, ნიჭიერებით, აი ბევრ ტალანტებსო, ნიჭებსო რა. აი ესე დაგაბერწყათ და მათ შორის ჭკუაც გაქვთ, გონებაც გამჭრიახი გაქვთ, ანალიტიკური აზროვნებაც გაქვთ და ბევრი არის ფიქრობთ, მიენდეთ რა, მიენდეთ უფალს და აბა კიდე რას გირჩევდათ სამყარო. ამ ეტაპზე ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს და ვინც შემოხვედით, დაინტერესდით და მოგწონთ ჩემი გაშლილი, გთხოვთ.
დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ. მაინტერესებს მეც სტიმული მაქვს. მეტი გავიგო და მეტი ვიდეოები გავაკეთო თქვენთვის, თუ რა თქმა უნდა მოგწონთ და ბევრს. და არ ხართ უარყოფითად განწყობილი, ხო? აბა რჩევა სამყაროსგან თქვენთვის დღეს. ძალიან მალე, ძალიან სწრაფად გამოფრწყინდება და მზე ამოანათებს ზისკა ბატონზე, დადგება სინათლე, რომელიც გაანათებს. ეს სინათლე იქნება კაშკაშ, ახალი დასაწყისი, ახალი ამბები, წარმატება ძალიან მალე. გელოდებათ დიდი წარმატება, დიდი სიხარული და ყველაფერში გამართლება. ნახეთ, განათება, ანუ გამონათება. ეს ნიშნავს მზე რო ამოდის, ყველაფერი განათებულია. ეს სასიცოცხლო ენერგიები, რაც გჭირდებათ, ჯანმრთელობა, ენერგია, ძალა, სიყვარული, სითბო, ანუ ყველაფერი ერთად შერწყმულია. მზე სიცოცხლეა. და აი ესე გამოგინათდებათ ცხოვრება. დაიჯერეთ, გჯეროდეთ, გწამდეთ. აი ესე გემშვიდობებით, დამილაიქეთ, აბა თქვენ იცით. მადლობა.